ეთერშია ქრონიკა 14 საათზე ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნოთ. საერთო კრება ადვოკატთა ასოციაციაში და ახალი თავმჯდომარის არჩევის მოლოდინი. ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავეს. არჩევნებია ადვოკატთა ასოციაციაში. დღეს საერთო კრება იმართება. 6 კანდიდატიდან კი ხვალ ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ასევე მმართველი ორგანოების წევრებს. დღეს კი კომისიის წევრებს დააკომპლექტებენ. არჩევნების პროცესს მონიტორინგს დამკვირვებლები გაუწევენ. თავმჯდომარეობის 8 წელი შეაფასა დავით ასათიანმა. ეს ადვოკატები გამოსაზღვრავთ ამ არჩევნებით ხვალინდელი განვითარებული ადვოკატის პროფესიის მომავალს საქართველოში. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში მე და ჩემი თანამოაზრეები განუხრელად ვიდგებით თითოეული ადვოკატის უფლებრივი დაცვის სადარაჯოზე. ჩვენ უზრუნველყოფთ ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობაში ნებისმიერი ძალის ჩაურევლობას. წარმოდგენილი ვარ ირაკლი ყანდაშვილის გუნდთან ერთად და მიგვაჩნია, რომ ამ გუნდში გაერთიანებული არის სხვადასხვა გამოცდილების მქონე, აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადვოკატები, რომელთაც ჩვენი აზრით შეგვწევს იმის უნარი და რესურსი, რომ ადვოკატთა ასოციაცია მართოთ ისე, რომ მომდევნო 4 წლის თავზე კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, სახელოვანი იყოს. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ქართული ადვოკატურა დღეს არის თანამედროვე, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ნეიტრალური პროფესიული თვითმმართველობა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, ერთ-ერთ როგორც მოდელურ ადვოკატთა ასოციაციად. დღეს ჩვენი საერთო წევრების რაოდენობა 11,000-ს აჭარბებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან პოპულარულია ახალგაზრდა იურისტებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული იურიდიული პროფესია კიდევ უფრო განვითარდება მომავალში. ევროკავშირში არსებულ პრობლემებზე, რომელზეც ახლა შეერთებული შტატები ალაპარაკდა, საქართველოს ხელისუფლების ლიდერები დიდი ხნით ადრე საუბრობდნენ. ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევრობიუროკრატები ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალური თბილისის პოზიციას იზიარებს. ბიუროკრატების მხილებას განაგრძობს და ბრიუსელს ღიად მოუწოდებს, რომ ევროპული ღირებულებებიდან გადაუხვია. შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ევრობიუროკრატთა არასწორმა ნაბიჯებმა ევროკავშირი ეკონომიკურ სტაგნაციამდე მიიყვანა. საქართველოს კი ბრიუსელს მოუწოდებს კრიტიკა გაიაზრონ და მიდგომა შეცვალონ. ევრობიუროკრატიამ რაც დათესა, იმას იმკის. ის რასაც უსამართლო განცხადებებს აკეთებდა საქართველოსთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროპულ სასამართლო საერთაშორისო ინსტიტუტებს ჰქონდათ პოზიტიური შეფასებები, ხან ვინ გამოყავდათ და ხან რა რეზოლუციებს იღებდნენ, რომ ვითომ საქართველოში იყო უკუსრა. ეხლა გაუკვირდათ, ოდესაც ამერიკა პირდაპირ ჩამოხსნა ფარდა და პირდაპირ უთხრა ბიუროკრატიას, რომ თუ ევროპაში არ შეიცვალა ეს პოლიტიკა, უკვე პრაქტიკულად ის ევროპა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო. რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ყველაფერს, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წერია შეერთებულ შტატების, ჩვენ ვამბობდით უკვე 3 წლის წინ 2022-ში. ის პოლიტიკა, რასაც ევროკავშირი აწარმოებდა, აუცილებლად სახელმწიფოთა გაერთიანებას კრახისკენ მიიყვანს. ეს არის იდეოლოგიური, ღირებულებითი კრახი და ამის შესახებ შეერთებული შტატების განახლებულ სტრატეგიაში იქნა პირდაპირ მითითებული. არაერთგზის იყო ასევე აღნიშნული, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ასევე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, სწორედ ეს ძალიან არასწორი და საკუთარი თავის დამაზიანებელი ქმედებები პოლიტიკა რაც არის ევროკავშირის შიგნით. არ იღებენ კრიტიკას, მონებრივია, რომ იმიტომაც არ იღებენ, მათ მოუწევთ პრაქტიკულად აღიარება ყველაფერი იმ მდარე, არასწორი და საკუთარი თავის დამანგრეველი პოლიტიკის, რასაც ბოლო პერიოდია აწარმოებენ. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით. გამოძიების ინფორმაციით მან უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ალფა PVP, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 დაკავებულიდან ბრალს მხოლოდ 1 აღიარებს, მეორე დუმილის უფლებას იყენებს, მესამე კი დანაშაულს უარყოფს. ისინი დიდი ოდენობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. პატრულ ინსპექტორებმა ბრალდებულები ბათუმსა და ქობულეთში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ავტომობილების ასევე დაკავებულების დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღეს მეთადონი, ჰეროინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი და პრეგაბალინი. გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე. არ აღიარებს 13 წარსული ბრალდება. დიდი ხანია საქართველოში იმყოფება ეს ადამიანი. არა, დიდი ხანი არ იმყოფება. 260 სტანდარტულად, როგორც წესი, და ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილის უფლებით. პატიმრობაში ხარდება. აკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეეფარდა. აღიარა პირადი მოხმარებისთვის მქონდაო ჩემია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 3 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ალასტარის, კოთელიისა და დადეშის განახლებული სკოლები განათლების მინისტრმა დაათვალიერა. გივი მიქანაძე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს შეხვდა. მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამი საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა. სამივე სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყო საბუნების მეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიების სააქტო დარბაზი, სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ამასთან ფუნქციონირებს რესურსო ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა. სკოლები ადაპტირებულია, პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ სკოლების რეაბილიტაცია ბოლო რამდენიმე წელიწადია ინტენსიურად მიმდინარეობდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და რამდენიმე ასეული ჩვენი მოსწავლე უკვე სწავლას აგრძელებს სრულიად განახლებულ გარემოში. და რამდენიმე ათეული პედაგოგი ეწევა იმ მართლაც ღირსეულ საქმიანობას, რომელიც სწავლებისა და მომავალი თაობების აღზრდასთან არის დაკავშირებული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკვე რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს, არის ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების პრიორიტეტი. სროლები არიან სრულად აღჭურვილით შესაბამისი ინვენტარით და შესაბამისი აღჭურვილობით. დღეს მთელი მუნიციპალიტეტის არის დიდი ზეიმი, რადგან მთელი მოსახლეობა და მშობლები, მოსწავლეები ყველა ერთად ელოდებოდნენ განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის მინისტრს და ყველამ ერთად ვიზეიმეთ ეს დღე. ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა მედიასთან ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. მეტრეველი შეეხო განათლების რეფორმასაც. ანალიტიკოსის განცხადებით, განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც უმაღლეს განათლებას ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის, უპრეცედენტოა და ისტორიულ საქმეს ემსახურება. ეს არის უნიკალური მოვლენა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი სტუდენტები, მაგისტრანტები უფასოდ შეძლებენ ღირსეული განათლების მიღებას. ის 7 სვეტი, რომელიც არის განათლების რეფორმაში ჩადებული, არის ძალიან ეპოქალური და სხვადასხვა მხრივ საჭიროებს, რა თქმა უნდა, განათლების სისტემა რეფორმას. ჩვენ წლებია გვესწოდა, რომ საჭიროა განათლების რეფორმა, თუმცა რატომღაც კიდევ ერთხელ უბრუნდები იმ ფსევდოექსპერტებს თუ პოლიტიკოსებს, დღეს ისევ ეს ხალხი გამოდის და ამბობს, რომ თურმე არაფერი არ არის გასაკეთებელი ქვეყანაში საჭირო ამ მიმართულებით და ყველაფერი ისევ უნდა იყოს ისე, როგორც არის. ხადია ეს ასე არ არის, დემოკრატია და თავისთავად განათლება არის გამცობადი პროცესი და ამ პროცესში აუცილებელია რეფორმების ახალი ტალღა. თაწმინდის პარკში საახალწლო ბაზრობა მოეწყო. ღონისძიების სტუმრებს საბაგიროს ზეიდასადგურთან საშებაოდ მორთულ ჯადოსნურ გარემოში ქართველი მეწარმეების ნამუშევრები, საახალწლო აქსესუარები, ცხელი სასმელები და გემრიელი კვების ობიექტები დახვდებათ. საახალწლო ბაზრობა სტუმრებს დღეს და ხვალ 12-დან 18 საათამდე უმასპინძლებს. დღეს 4 საათიდან კი გიორგი ცხადაძის კონცერტი გაიმართება. ტრადიციულად წინა საახალწლოდ თაწმინდის პარკში იმართება საახალწლო გამოფენა გაყიდვა. დღეს და ხვალ 12-დან 18 საათამდე საბაგიროს ზედასადგურზე ყავს მეწარმეები, რომელსაც მთელი საქართველოდან წარმოდგენილი აქვთ საახალწლო ნივთები, სუვენირები, ტკბილეულობა, ცხელი სასმელები. ასევე გვაქვს მუსიკალური გაფორმება.
საუნჯის ოდისეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი განძის დაბრუნების 80 წლისადმი მიძღვნილი ფილმის ავტორი ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძეა, იდეა კი ისტორიკოს გიორგი კალანდიას ეკუთვნის. საუნჯის ოდისეა ქართული საგანძურის დრამატულ თავგადასავალს მოგვითხრობს. ისტორიკოსებსა და სამუზეუმო საზოგადოების მიერ შეფასებულია ემიგრაციის წლები, განძის გარეშე დარჩენილი საქართველოს რეალობა, გაცოცხლებულია საინტერესო ისტორიული მომენტები და ნაჩვენებია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი განძის დაბრუნების საქმეში. ფილმი კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით შეიქმნა. ყვებით ამბავს, რომელიც თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ მე თვითონაც რომ დავიწყე ჩაძიება დეტალებში, სცენარის წერის დროს, რა იქნებოდა უფრო საინტერესო რომ ამოგვეწია, ხო, როგორც თავარი თემა, მივხვდი რომ მართლა ბევრი დეტალია, რომელიც არ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ გონია ყველაფერი ვიცით. თავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ ის ამბავი, რაც ვიცით, რომ ექვთიმემ დიდმა კაცმა დიდი საგანძური გადაგვირჩინა, აი ამ სიტყვების მიღმა რა იდგა. საქართველოს სპორტის მინისტრი ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრ რეტნერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში სროლის სახეობათა განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამავე შეხვედრისას შალვა გოგოლაძემ ლეგენდარულ ქართველ მსროლელს ნინო სალუქვაძეს ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად არჩევაც მიულოცა. ისაუბრეს საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამართვის შესაძლებლობაზეც. შეხვედრისას ჩვენ შევეხეთ ამ სპორტის სახეობების განვითარებას, მათ შორის იმ შესაძლებლობას, რომ მომავალში საქართველო მომასპინძლოს არაერთ ევროპულ დიდ ტურნირს. მნიშვნელოვანია ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის და მისთვისაც, იმიტომ რომ მან დაინახა, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა ევროპის არენაზე ახალგაზრდებმა დიდებმა ძალიან კარგი შედეგები დადეს ბოლო წლების განმავლობაში და აინტერესებს რა ინფრასტრუქტურა გვაქვს, როგორი ხელშეწყობა საქართველოში ჩვენი სპორტის სახეობისთვის და აი ბატონმა მინისტრმა განაცხადა, რომ ყველანაირად ხელშეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას. ჩემთვის დიდი პატივი იყო თბილისის მონახულება და მინისტრთან შეხვედრა. ვისაუბრეთ სროლის სპორტის განვითარებაზე საქართველოში და იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქართველი სპორტსმენებისთვის ხელმისაწვდომი იქნება და მათ საშუალებას მისცემს საერთაშორისო არენაზე წარმოაჩინონ საუკეთესო უნარები. ვიცით, რომ სროლის სპორტში საქართველოს მთავარი ლიდერი ჩვენი ლეგენდარული ნინო სალუქვაძეა, რომელიც ამჟამად ევროპული სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. ნინო არა მხოლოდ ისტორიული სპორტსმენი, არამედ ძალიან კარგი მწვრთნელიცაა. ბოლო წლებში ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ ევროპულ დონეზე და ჩვენ ყველა ვისურვებთ, რომ მათ ოლიმპიურ თამაშებზე წარმოაჩინონ თავიანთი უნარები, რათა სროლის სპორტი განვითარდეს საქართველოში და საქართველომ გაითქვას სახელი მსოფლიო სროლის სპორტში. ასეთი იყო ქრონიკა 14 საათზე, ახალი ამბებით ეთერში 17 საათზე დაუბრუნდებით დროებით.